სათქმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორი უკვე 24 დღეა შიმშილობს. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, სოლიდარობა და მხარდაჭერა მზეამაღლობელს და თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს. შუადღემშვიდობისა BMG TV-ს ეთერში გადაცემა ქალების ნარატივს ვიწყებთ, რომელსაც მე მარია მიზორია გავუწყობი. დღევანდელ გადაცემას ტრადიციულად საქმიან ქალებს და მათ მიღწევებს ვუთმობთ. ვინ სტუმრობს 4 თებერვლის ქალების ნარატივს, ნახოთ ანონსი, რამდენიმე წუთში კი პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. საქმიან კვირას და სამშაბათი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ს გამორჩეულ ტელეპროექტში 4 თებერვალს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ სალომე მამრიკიშვილს, თამარ ისაკაძეს და ანა ქემოკლიძეს. ID Vision ქართული კომპანიაა, რომელიც საზოგადოებას ინტერიერის დიზაინის განუყოფელ, უნიკალურ აქსესუარებთან ერთად სახასიათო ქართული წარმოების შპალერსაც სთავაზობს. ID Vision-ი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპების გაქრობაში. რა მიმდინარე სიახლეები აქვთ ID Vision-ში და როგორია 2025 წლის მიზნები? ამ და სხვა არაერთ საინტერესო გეგმაზე ქალების ნარატივში ID Vision-ის დამფუძნებელი სალომე მამრიკიშვილი ისაუბრებს. შეიძინე ახალი მეგობრები, იზრუნე თვითშეფასებაზე, დაძლიე სტრესი, ტოქსიკური ურთიერთობები და ემოციური სიცარიელე. ისწავლე არტ-თერაპია, პირადი და პროფესიული მიზნებისთვის. ეს ყველაფერი კი ერთი კურსის ფარგლებში ერთიანდება, რომელსაც ფსიქოთერაპიის ცენტრი Selfie მომხმარებლებს სთავაზობს. პროგრამის დეტალებზე კი ქალების ნარატივის სტუმრები, ცენტრის თანადამფუძნებლები თამარ ისაკაძე და ანა ქემოკლიძე იქნებიან. სიახლეებით მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ს პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. ID Vision ქართული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან მომხმარებელ შპალერს, ფარდებს, ბალიშებს და სხვა აქსესუარებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელმა სალომე მამრიკიშვილმა წარმოება ამერიკაში სწავლის შემდეგ მინიმალური ინვესტიციით დაიწყო. მომდევნო პერიოდში კი ფინანსური რესურსების რეინვესტირებას ახდენს. შპალერის წარმოებას სამომავლოდ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პოტენციალიც აქვს. როგორ იქმნება ქართული შპალერი, რა სიახლეები დაგროვდა კომპანიაში, თემაზე ვრცლად საუბარს სალომე მამრიკიშვილთან, ID Vision-ის დამფუძნებელთან. ვაგრძელებთ. სალომე, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა კიდევ თქვენთან მოწვევისთვის. სალომე, პირველ რიგში მინდა დავიწყოთ 2024 წლის შეჯამებით. რა სიახლეების წელი იყო 2024 კომპანიისთვის და რა არის ის ამბები ზოგადად, რაც დაგროვდა მას შემდეგ, რაც ჩვენი ეთერის სტუმარი იყავით ბოლოს? 2024 წელი ძალიან ბევრი გეგმები გქონდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ცოტა შევფერხდით, იმიტომ რომ ხელისუფლებამ რაღაც სხვანაირი საწარმოა, ამიტომ ცოტა გაგვიჭირდა და ცოტა უხერხულიც კი იყო, რომ ძალიან გულწრფელად რო გითხრათ, რაღაც აქტიურობით არ გამოვირჩეოდი, იმიტომ რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და რაღაც არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ რაღაცა ბევრი სიახლე გაგვეკეთებინა. თუმცა რაღაც სიახლეები გვაქვს, ანუ პატერნები ყოველთვის იქმნება, რაღაც ახალი ტექნოლოგიებით, ახალი ნახატებით, რაღაცა კომბინაცია გავაკეთეთ არქიტექტურულის და რაღაცა ყვავილოვანის და ასე შემდეგ, რაღაც ფერების ის დაგვემა და ხარისხი ცოტა შევცვალეთ, გავაუმჯობესეთ, თუმცა ისე ვამბობ, რომ ისე პოლიტიკური ხაზი ისე წავიდა, რომ ძალიან გართულდა თვითონ წარმოებაც, იმიტომ რომ თქვათ შეიცვალა ფასების ძალიან დიდი ცვლილება გქონდა, რომელმაც გამოიწვია ან ჩემი ფასი რაც არის, მაგალითად იგივე ფასის დასმა ძალიან რთული იყო, ამიტომ ეს 2024 წელი იყო ძალიან ესეთი რაღაცა მოლოდინის პერიოდი და რა ყველაფერი რაღაც ველოდებით რომ იდეაში დასტაბილურდეს და ყველაფერი გავაგრძელოთ ყველა საქმიანობა მათ შორის. რა იყო ის თავარი სირთულეები, რაც შეიქმნა მიმდინარე მოვლენებიდან? ამასთან რა გახსენდებათ, ესე ვთქვათ, ყველაზე რთულ ნაბიჯებად და რთულ პერიოდად ბიზნესის ოპერირებისთვის? თქვენ ახსენეთ მათ შორის ფასებიც, რომლის დაკორექტირებაც. დიახ, როცა ვფიქრობთ რაღაცა ცვლილებაზე კომპანიისთვის, თქვათ ვითვლით მე რამდენად პროდუქცია რამდენად გაიყიდება. ანუ აი რაღაცა გეგმა რომ მქონდა, ისე მალე იზრდებოდა ფასები
ანუ მე ჩამომაქვს ყველა მასალა და ეს მასალები არის სრულად იმპორტირებული. სრულად იმპორტირებული დიახ და ანუ რომ გათვლილი რაც მქონდა ფაქტიურად, როცა უნდა დამეწყო უკვე ამის წარმოება, გამიორმაგდა, ანუ გეგმას საერთოდ ავწდით. ამიტომ ძალიან რთული არის აი ამის ბალანსი. რაღაცნაირად შევძელი რომ მაინც არ ამეწია ის ფასები, იმიტომ რომ რა პროდუქციას ვქმნით, უნდა იყოს გაყიდვადი, ანუ ისე არ უნდა ავარდეს ფასი, რომ თქვა მომხმარებელმა უნდა შეძლოს. კი ბატონო, გამომდინარე თან ახსენებთ ისიც რომ დაზოგვაც დაიწყო მომხმარებელმა, ამაზე არაერთი ბიზნესის საუბრობს და თან ჩემი მთავარი იდეა რაც არის, ძალიან დიდი ხანი ვტესტავდი ამ ჩემ პროდუქციას, ძალიან მნიშვნელოვანი რომ იყოს ჯანმრთელი ადამიანებისთვის, იყოს ძალიან კარგი ხარისხი, კარგად დაბეჭდილი იყოს და ყველაფერი. ამიტომ ამან გამოიწვია იმაზე ფიქრი, რომ ანუ არჩევანი მქონდა, რომ ან მაშინ ხარისხი უნდა დაცემ, ყოფილიყო არასშესაბამისი, როგორც მე მინდა და ან ძალიან მაღალი ფასი უნდა ყოფილიყო. ამიტომ აი 2024 წელი მერჩენა რომ ბევრად ნაკლები წარმოება ყოფილიყო და კარგი ხარისხის და არ შემეცვალა, ანუ ხარისხი ჩემთვის მნიშვნელოვანია და არ შემეცვალა ხარისხი. ამიტომ ჯერჯერობით ვინარჩუნებ ფასაც და რა ვიცი ხარისხიც პირიქით მინდა რომ გავაუმჯობესო და არა ვთქვათ პირიქით დაეცეს ხარისხი და თან მომხმარებელი ამას განსაკუთრებულად გრძნობს ხოლმე, როდესაც მათ შორის ერთგული მომხმარებელი. კი, მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვქნებ ადამიანებისადმი, რომლებმაც უკვე იციან ჩემ პროდუქციას, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მქონია, ვთქვათ, შევძენიათ აი რაღაცა ერთი ნივთი და მერე ძალიან ბევრი ნივთი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხს როცა ხედავენ, მე კიდევ უნდათ ჩემთან თანამშრომლობა, ამიტომ ძალიან რთული არის, რომ ძალიან ვერ გავაფუჭებ ხარისხს და მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. სალმე, მას შემდეგ რაც პირველად გამოჩნდა i-Division-ის პროდუქცია ბაზარზე 2020 წლიდან დღემდე როგორ არის გაზრდილი მისი ცნობადობა და შესაბამისად როგორ გამოისახება ეს უკვე გაყიდვებში, როგორ შეფასებთ ამას? ცნობადობა გაიზარდა, რა თქმა უნდა. და დაინტერესება არის ბევრად უფრო მეტი, ანუ საზღვრებს გარეთაც და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, ანუ მქონდა რამოდენიმე პროექტი, რომელიც აქედან გაიგზავნა და ძალიან მნიშვნელოვანი არის, იცით რა, კიდევ უცხოეთში, ვთქვათ, ამერიკაში კონკრეტულად, კიდევ სხვა მოთხოვნები არის, რომ ეს იყოს რაღაცნაირად, ანუ კოდებს უნდა შეესაბამებოდეს, რომ არის ნამდვილად რაღაცა კარგი იმის დაბეჭდილი, რომ არანაირი ცუდი ისინი არ მოსდოს და რაღაცა ყველაფერში ჩავჭექეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყო ეს, ანუ კოდებში ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება არის. საერთაშორისო ბაზარი ახსენეთ, რამდენად იგეგმება, რომ i-Division-მა დაიწყოს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა და როგორია პოტენციალი ზოგადად პროდუქტის, მათ შორის საექსპორტო ბაზრებზე გატანის? დაინტერესება იყო და ფიქრობ, რომ შეიძლება რომ მეტი დაინტერესება იყოს, თუმცა ისევ ამ ვითარებიდან გამომდინარე, ისეთი რთული პერიოდი არის, რომ ფაქტიურად შეუძლებელი არის იმპორტზე გატანა, უბრალოდ იმპორტის გაგზავნის ფასებმაც ისე იმატა, რომ სრულიად შეუსაბამო არის, ამიტომ და წარმოებისთვის რთული ხდება ეს. რთული ხდება, კი. ისევ ამბობ, ანუ რთული იმ ხრივ, რომ უბრალოდ ფასი უნდა ავწიო პროდუქციის, რაც რაღაც არ ანუ რაღაც სტანდარტში უნდა ჩაჯდეს, ხა ფასი არ შეიძლება რომ იყოს იმდენად ძვირი, რომ აღარ გიღირდეს გაგზავნა, ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაარეგულირდება. თუმცა მოთხოვნა არსებობს, ხოლმე და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. მოთხოვნა კი არის და შეიძლება რომ მეტი იყოს უბრალოდ. მე თვითონ მინდა რომ მქონდეს რაღაცა კონკრეტული რას გულისხმობ, ისეთ რაღაცა ფასს როცა დავთვლით, რომ გაგზავნა ეს ხდება, იმდენად ძვირდება, აი რა ვიცი, 2 თვეში, 3 თვეში ერთხელ, რომ უბრალოდ ვეღარ რთულია პროგნოზის გააკეთა მათ შორის. რთული არის. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ როგორ ფორმირდება ეს გაყიდვების მაჩვენებელი, რამდენად იზრდება მათ შორის მომხმარებლის ყიდულნარიანობა და ცნობიერებაც, რომ ქართულ პროდუქტზე გააკეთონ არჩევანი, იმიტომ რომ ქართული შპალერი არ არის ესე, ასე ვთქვათ, ჩვეული ამბავი, სიახლეა საკმაოდ ქართული ბაზრისთვის. ეს როგორ მიიღო მომხმარებელმა?
რა ვიცი, ძალიან დიდი დაინტერესება არის დღემდე, ვთქვათ, უფრო იმ ადამიანებისგან, ვისთანაც უკვე თანამშრომლობა მქონია და დიზაინერებისგან, არქიტექტორებისგან, რომლებიც პროექტებს, რაღაც კონკრეტული პროექტი აქვს, კონკრეტული რაღაცა კონცეპტით, ძალიან სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა, რომლებიც მე ისე უბრუნდებიან და ვთქვათ, სხვა პროექტზე ვმუშაობთ, მე ერთად ჩემთვის ძალიან საინტერესო არის და ხო, ზრდა არის, ანუ ზრდა არის კი და ძალიან საინტერესო არის, როგორ თვითონ ანუ რა მოთხოვნაც არის, მე თვითონ ჩემ კომპანიას რაღაც იქითკენ მოშობა, რა ქვია. ეხლა რაღაც უფრო ინდივიდუალურ პროექტებზე მიწევს მუშაობა და ძალიან საინტერესო არის. ხო, ვინ არიან ძირითადად მომხმარებლები? ესენი არიან კომპანიები, ფიზიკური პირები, თქვენ ახსენეთ ასევე არქიტექტორები, როგორ შეგვიძლია ეს რაღაცა სტატისტიკა წილობრივი გადანაწილება როგორია? არიან ყავს ჩვეულებრივი მომხმარებელი, რომელსაც რაღაც სახლის მოწყობა უნდა, რაღაც თავისი გამოვნებით და ჩვენ გვაკითხება რჩევებს და ინდივიდუალურად ვმზადებთ მათ, ვთქვათ, რაღაც ინტერიერს გვიგზავნიან და ვარჩევინებთ და ეს ინდივიდუალური შეკვეთები ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ ზომას თუ რაღაც ოთახს უნდა მოვარგოთ, მაგრამ ასე ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო არის არქიტექტორებთან და ინტერიერის დიზაინერებთან მუშაობა. იმიტომ რომ მათ უკვე რაღაც კონცეფცია აქვთ, რომელსაც ერთად ვმუშაობთ და ამიტომ ძალიან სასიამოვნოა. პროფესიით მეც არქიტექტორი ვარ, ინტერიერის დიზაინერი და ძალიან ეს პროცესი ჩემთვის ძალიან ნაცნობი არის და ძალიან მიყვარს. სამომე თქვენ არაერთხელ ახსენეთ ფასები და მათ შორის ნედლეული, რომელიც სრულად იმპორტირებულია გამომდინარე აქედან და იმ ხარჯიდან, რაც აქვს კომპანიას, მათ შორის ნედლეულის შემოტანის ჭრილში, შემდგომ ადგილობრივი წარმოების ნაწილში, დაახლოებით საიდან სანდამდე მერყეობს, მათ შორის სპალერის ფასები. და რაზეა დამოკიდებული ეს პროექტის სირთულეზე, დაკვეთის, ასე ვთქვათ, მიმართულებებზე თუ როგორ ნაწილდება? არა, ჩვენთან შპაილერს აქვს კონკრეტული ფასი კვადრატულს, არ აქვს მნიშვნელობა რაღაც ინტენსიურობა იქნება, როგორი ინტენსიურობის იქნება. ესეთ ჩვეულებრივი დამკვეთისთვის, რომელიც თქვა ჩემი კოლექციიდან უკვეთავს. თუ არის დიდი შეკვეთა, უკვე განისაზღვრება, თქვათ, რამდენად დიდ შეკვეთას გულისხმობ, თუ მუშაობთ არქიტექტორებთან, ინტერიერის დიზაინერთან, თქვათ, რამდენად, იმიტომ რომ იქ უკვე იქმნება სხვა პატერნი ან სხვა ნახატი და თქვათ, რამდენი ფერის ვარიაცია უნდა იყოს და ასე შემდეგ, აი მაგის მიხედვით განისაზღვრება უკვე ფასი, ანუ არქიტექტორებთან, დიზაინერებთან სხვანაირად ვმუშაობთ და ჩვეულებრივ მომხმარებელთან გვაქვს კონკრეტული ფასი და კი ბატონო, რა პროცესია თითოეულ დიზაინზე მუშაობა? როგორ ხდება ეს მომხმარებელი კონკრეტულ მოდელს გაჩვენებთ და ამის მიხედვით თუ თქვენ სთავაზობთ თქვენი ხედვით? როგორ ხდება ეს პროცესი? მე ჩემი კოლექცია მაქვს, როცა უბრალოდ ადამიანს უნდა არჩევა, რაღაცა მეუნება, რა თქვა, რაღაცა ბეჟ ფერს, ანუ კონკრეტულ რაღაცას მეუბნება, რის მიხედვითაც ვარჩევინებ და ისევ დიზაინერებთან, ისევ სხვანაირად, ანუ კონცეფციის მიხედვით ვაკეთებთ და ჩემ კოლექციას თქვა თითო რაღაც ნახატს და ორნამენტს აქვს 4-5 ფერების ვარიაცია, რაც საშუალებას შეიძლება მოეწონოს რაღაცას ორნამენტი და მერე ფერში, თქვა, სხვა აირჩიოს ან ასე შემდეგ. თავად თქვენთვის რა პროცესია დიზაინზე მუშაობა? როგორ მოდის ეს ინსპირაცია და რამდენი კოლექცია იქმნება მაგალითად წლის ჭრილში? გეგმის იმითი, როგორც მაქვს ხოლმე დაგეგმილი, თვეში დაახლოებით ერთი პატერნი გვინდა ხოლმე რომ გაკეთდეს, რაც ესე ვასრულებ ხოლმე. ისევ გავიმეორებ, რომ ანუ იმდენად პოლიტიკურად დაძაბული ვითარება არის, რომ დიდად მეც რაღაცა ხალისით არ გამოვირჩეოდი და ამიტომ იმდენი პოლიტიკატიმარი ყავს და რაღაც ისეთი დაძაბული იყო, რომ არ მოგატყუათ რაღაც ძალიან ესე ვიყავი. მან თუნდაც სარეკლამო მხრივ პოსტებით დიდად არ დამიდია, ამიტომ რაღაცა ძალიან გაჩერებული იყო ეს პერიოდი, რაც ჩემთვის ძალიან ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ მე მგონი. მესმის 2025 წელი როგორ დაიწყო კომპანიისთვის? თუ არის შეკვეთები, თუ არის ის, ასე ვთქვათ, საწყისები, რაც უნდა გქონდეს ბიზნესს?
ну აი ვერ შევადარებდი თქვა სხვა წლებს, იმიტომ რომ ისევ რაღაც ეს ვითარება ძალიან მოქმედებს. ან მე თვითონც ისევ იმეორებ არ გამოვშევი. მომხმარებლის ქცევად შეიცვალა ალბათ, ხო? კი, რა თქმა უნდა, შეიცვალა. თქვა თუნდაც რაღაცა დაზოგვის იმით, აი პროექტები რაც ძალიან ბევრი რაღაც მოლაპარაკებით დაწყებულა, რაღაც ყველაფერი გაჩერებული არის და ამიტომ არავინ არაფერზე არ ჩქარობს. მე მგონია რომ ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ, რაც ძალიან ბუნებრივი არის, მაგრამ ძალიან ვიმედოვნებ, რომ კარგი. ვიმედოვნებთ, რომ გამოსწორდება ეს ვითარება და ძალიან დაუბრუნდებით ყველა ჩვენ საქმიანობას. სალმე, რამდენად კონკურენტულია ზოგადად ბაზარი? თქვენ შეფასებით. მოთხოვნა რომ არსებობს და მუდმივად იზრდება, მათ შორის მშენებლობის ასე ვთქვათ სტატისტიკაც გაზრდილია, რასაც მოსდევს რემონტიც და პროდუქტი მოთხოვნას არ კარგავს. თუმცა კონკურენციის ნაწილი როგორია? რამდენად არის კონკურენტული ბაზარი დღეს? კონკურენტული არის და ძალიან მიყვარს. ჯანსაღი კონკურენცია ძალიან კარგი არის. ძალიან ბევრი არტისტები გამოჩნდნენ, რომლებიც რაღაცა ნახატებს აკეთებენ, ასე შემდეგ, რომელიც მე რაღაც კედელზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც მე ჩემი კონკრეტული ხაზი მაქვს, რომელიც ძალიან ეს არის ინდივიდუალური არის, კი, განსხვავებული არის და პირიქით ძალიან სასიამოვნო არის ხოლმე, როცა სხვა რაღაც პატარა ბიზნეს თუ წარმოებებს ვხედავ, რომლებიც რაღაცას აკეთებენ. პირიქით, ძალიან სასიამოვნო ხოლმე მათთან გასაუბრებაც თუნდაც რაღაცა საიდან ჩამოაქვთ, ან ძალიან ეს არის ხოლმე ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაც ერთმანეთშიც ვლაპარაკობთ, რომ ვთქვათ პროდუქციას სად აკეთებენ, როგორ შვებიან და ასე შემდეგ. პირიქით, ძალიან კაი არის. სალმე, მაშინ როდესაც პირველად იწყებდით IU Division-ის შექმნას, როგორ გაჩნდა ეს იდეა და ის ჩანაფიქრი, რაც მაშინ გქონდათ, რამდენად გამართდა დღეს უკვე? IU Division-ი 2020 წელს დაარსდა, როცა ეს პანდემიის პერიოდში უფრო იყო რაღაცა ეს იდეა ყოველთვის მქონდა, ეს შპალერების, მაგრამ აი როცა რაღაცა სახლში ვიყავით, რაღაც ყველაფერი გაჩერებული იყო, და აქტიურად დავიწყე უფრო ნახატების გაკეთებაც და რო არ მოგეტყოთ, არ მეკონა, რომ ესეთი ფორმატში ექნებოდა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის რაღაცნაირად ძალიან სასიამოვნო პროცესი და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თუნდაც ნახატების დახატვა, რომელიც ვთქვათ, ერთი თვიდან მეორე თვემდე ეს ნახატი მზადდება, ჯერ იხატება, მერე ეს მუშავდება, მერე ფერებს ვარჩევ და ძალიან დიდი პროცესი არის, ვთქვათ, რაღაცა ზამთარში სულ სხვა კოლექცია არის, გაზაფხულზე სულ სხვა და რაღაც სულ ამას ვგეგმავ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. არ მეგონა ნამდვილად, რომ 5 წელი წარმატებით იმუშავებდა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. როგორია თავად ქართველი მომხმარებელი, რა სითხავს თქვენგან, რა მოთხოვნები აქვს და როგორ ფორმირდება გემოვნება წლებთან ერთად, რამდენად იზრდება მათ შორის მოთხოვნები, რაც უჩნდება მომხმარებელს? ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ მე ვთქვათ რაღაცა კვლევების მიხედვით და ასე შემდეგ, რაღაცას რო ხატო, მგონია რომ რაღაც ეს კონკრეტული ნახატი თუ ფერი გაამართლებს და ხანდახან საერთოდ არ აქვს ხოლმე გამოხმაურება და მერე 3 წლის მერე უცებ აი ზუსტად იმაზე, რომელიც მეგონა რომ რაღაც არ გაამართლა, პირიქით, აი მერე ეს შეკვეთები ძალიან ისე არის ხოლმე აი ვერ ხვდები, უცებ შეიძლება შეკვეთა ერთი თვის განმავლობაში მარტო იყოს ერთ კონკრეტულ პატერნზე, ერთ კონკრეტულ ფერზე და ძალიან საინტერესო ხოლმე, თუნდაც ამის სტატისტიკის ნახვა მე რაღაცა 5 წლის განმავლობაში რა გაიყიდა უმეტესი და ძალიან საინტერესო არის მთლიანად ეს პროცესი ჩემთვის. საუბარი მინდა გეგმებით შევაჯამოთ. გამომდინარე იქიდან, რომ რთული დაძაბული ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში, ასევე რთულია ისაუბრო გეგმებზე და სამომავლო პროგნოზებზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, გექნებათ კონკრეტული მიზნები, რისკიანაც მიუტვის IU Division-ი. რა გეგმებია კომპანიაში? სამომავლო გეგმები გვაქვს ჩვენ ძალიან ეხა ისევ მინდოდა ამის დაანონსება თქვენთან ვამბობ პირველად. 2024 წლისთვის გვინდოდა, მაგრამ ეხა ვაკეთებთ. გვექნება ძალიან ბევრი თუნდაც სატესტო მასალები დაგვეკრავდა. რომლითაც შეიქმნება რაღაცა ინდივიდუალურად ეს პანოები, რომლებიც არ იქნება რაც მასიურად გამოცემული, იქნება თითო და ესენიც ისევ ნაბეჭდი იქნება რაღაცა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული და აუცილებლად დავდებთ და დავაანონსებთ, როცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი
ანუ ეს შექმნა ერთი ინდივიდუალურად განსხვავებული ინდივიდუალურად განსხვავებული კი გვექნება, ну რაღაცა რაოდენობები შეზღუდული იქნება, თქვათ, იქნება რაღაც თავიდან 10 და მე ვნახოთ როგორ განვითარდება და ასე შემდეგ. ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასალები რაც გრჩება ის მე ისევ გამოვიყენო წარმოებაში ჩავუსვათ თუნდაც აი შეფუთვაში ან ასე შემდეგ რომ არ იყოს დანაკარგი მასალების შპაილერსაც ესე ვაკეთებ რაღაცა კონკრეტული ზომები რო არის ამ კონკრეტულ ზომებზე ვქმნით რომ რაღაცა ზედმეტობით დამკვეთმაც არ გადაიხადოს და დანაზოგიც იყოს თქვა და წარმოებაც უფრო ისეთი ეფექტიანი იყოს. სამი ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენი დროისთვის და წარმატებები იმ გეგმებში რაც დასახეთ. იმედია რომ დაასტაბილურდება ვითარება და უფრო ასე ვთქვათ სტაბილურად შეძლებთ საქმიანობის გაგრძელებას. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ სალომე მამრიკიშვილი ID Vision-ის დამფუძნებელი იყო გადაცემის სტუმარი. ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილს თამარი საკაძეს, ფსიქოთერაპიული ცენტრის Self-ის თანადამფუძნებელს და ანა ქემოკლიძეს, ასევე ფსიქოთერაპიული ცენტრის Self-ის თანადამფუძნებელს ვუთმობთ, ასე რომ დარჩით BMG TV-ზე. შეიძლება ახალი მეგობრები იზრუნე თვით შეფასებაზე დაძლია სტრესი, ტოქსიკური ურთიერთობები და ემოციური სიცარიელე. ისწავლე არტ-თერაპია პირადი და პროფესიული განვითარებისთვის და მიზნებისთვის. მიიღე საჩუქრად თეორიული და პრაქტიკული რესურსები. ამ ყველაფერს ნებისმიერ მსურველს ერთი კურსის ფარგლებში ფსიქოთერაპიული ცენტრის Self-ის სთავაზობთ. არტ-თერაპია უნიკალური და შემოქმედებითი მეთოდია, რომელიც ხელოვნების საშუალებით ეხმარება ადამიანს ემოციების, ფიქრების და განცდების გამოხატვაში. მოკლედ ამ შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურ პროგრამაზე მიღება ცხადდება და პირველადი აქტივობაც რეგისტრაციასთან დაკავშირებით უკვე ფიქსირდება. რა თემებს დაეთმობა არტ-თერაპია, როგორ ხდება რეგისტრაცია, ამ და სხვა ყველა საჭირო. თქვენთვის საინტერესო კითხვებს პასუხს ფსიქოთერაპიული ცენტრის Self-ის დამფუძნებლები და კურსის წამყვანები გასცემენ. ჩვენთან ერთად არიან თამარი საკაძე, Self-ის თანადამფუძნებელი და ანა ქემოკლიძე, ასევე Self-ის თანადამფუძნებელი. გოგონებო, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის და პრინციპში ამ სანახაობისთვის, რომელიც აქ მოაწყეთ. ხო, პირველი რაც მინდა კითხოთ არის ზოგადად არტ-თერაპიის მნიშვნელობა. ჩვენ შესავალშიც გავაკეთეთ მიმოხილვა, თუმცა დარწმუნებული ვარ მაყურებელს განსაკუთრებით აინტერესებს, რას მოიცავს არტ-თერაპია. ანა, დავიწყოთ თქვენ და შემდგომ უკვე გადმოვალთ თქვენთანაც. მადლობა მარია, მადლობა რომ BMG მოკლედ აქტიურად უწყობს ჩვენს, ესე ვთქვათ, ადამიანებთან კონტაქტს ხელს და დღესაც ესე ვთქვათ, რო გვეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი კურსის, ესე ვთქვათ, გაცნობა მოვახდინოთ ფართო აუდიტორიის წინაშე, მადლობა ამისთვის. არტ-თერაპია არის უნიკალური, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა ადამიანმა გამოხატოს საკუთარი ემოციები, გაიგოს საკუთარი ემოციებზე უფრო მეტი და ასევე კომუნიკაციების უნარები განივითაროს და იზრუნოს მენტალურ ჯანმრთელობაზე. და როგორც ხედავთ, მოკლედ ჩვენი ესე ვთქვათ, მაგი და სავსეა სხვადასხვა საშუალებებით, ეს არის პასტელი, ფანქრები, სხვადასხვა ასოციაციური ბარათები და სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ზუსტად არტ-თერაპიული სამუშაო პროცესის დროს. თამარ, რატომ მაინც არტ-თერაპია, როდესაც ამ კურსს, ასე ვთქვათ, ადგენდით, ამ პროგრამაზე მუშაობდით და იყო ასე ვთქვათ, წინასამზადისი, რატომ მაინც არტ-თერაპია, რა საჭიროება დაინახეთ და როგორ ფიქრობთ საქართველოსთვის, ქართველი მომხმარებლისთვის, ქართველი პაციენტებისთვის, თუ შეიძლება ესე ეწოდოს, რამდენად საინტერესო იქნება ეს ინიციატივა? მარიამ, ძალიან კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ არტ-თერაპია არის ფსიქოთერაპიული ერთ-ერთი სფერო, ერთ-ერთი მიმართულება. თავიდან, როდესაც დაიწყო ფსიქოთერაპიული მუშაობის განვითარება ისტორიულად, უფრო მეტად იყენებდნენ ხოლმე საუბრის მეთოდს. რა თქმა უნდა, ეს ეხლაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამყვანი სამუშაო მიმართულებაა ფსიქოთერაპიაში, მაგრამ არტ-თერაპია გამოირჩევა იმით, რომ ეს არის, როგორც ასე ვთქვათ, შუქი ბნელ ოთახში, იმიტომ რომ ვერბალური კომუნიკაციის გარეშე, აი მარიამ, ახლა მე თქვენ, რომ მაგალითად აი ამდენი შემოთავაზებული რესურსიდან უბრალოდ გთხოვოთ, რომ ნებისმიერი რესურსი, რაც მოგეწონებათ, რაზეც გული მიგიწევთ, რომელიც ასე ვთქვათ, დაგიძახებთ, აიღეთ
აიღეთ ფურცელი, აიღეთ ან პასტელი, ან ფლომასტერი და აი რაც გინდათ გააკეთეთ. ან შეიძლება ბარათებმა დაგაინტერესონ, ან შეიძლება კუბებმა, ან მოგინდეთ რომ თქვათ აი ამ ბარათებიდან რომელიმე წარწერა აარჩიოთ. ამ შემთხვევაში მეტად არის ესე იგი ორიენტირებული ადამიანი იმაზე, რომ აღარ იფიქროს თუ რა თქვას, როგორ ჩამოაყალიბოს თავისი აზრები, ვთქვათ, უფრო გამართული გრამატიკული სტრუქტურით თუ ასე შემდეგ. ანუ ეს არის ესე იგი შუქი ბნელ ოთახში, რომელიც თქვენ უკვე მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მეტად დაფიქრდეთ და გააცნობიეროთ საკუთარი ემოციების, საკუთარი ფიქრების, საკუთარი განცდების შესახებ დაიწყოთ, ვთქვათ, მსჯელობა, საკუთარი სხეულის გაცნობიერებაზე წახვიდეთ შეიძლება, ან მაგალითად გაგახსენდეთ ან შფოთვის, ან სტრესის, ან პირიქით რაიმე ტიპის სასიხარულო, ბედნიერი მომენტები თქვენი ცხოვრებიდან და ესეთი ჯაჭვური რეაქცია შეიძლება მივიღოთ და ასე ვთქვათ, აი 1 საათიანი მუშაობის პროცესში ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთოთ, რომლისთვისაც თქვენც არიყავით მზად. აი ამით არის art თერაპია ძალიან უნიკალური, რომ სპონტანურობას უწყობს ხელს და ზუსტად აი ეს ფერები, ფორმები და ტექსტურა და ამაზე მუშაობა არის კიდევ ძალიან ბევრი კვლევა ჩატარებული, რომ ხელს უწყობს თავის ტვინის დონეზე მუშაობას და დამშვიდებას ამ სტრუქტურების. მცირდება შფოთვა, მცირდება შიშის განცდა და ადრენალინის გამოყოფა და უფრო მეტად არის ადამიანი ორიენტირებული დამშვიდებისა, სტრესის დონის შემცირებისა და ბედნიერების განცდისკენ. ანუ ძალიან ბევრი ერთობლიობა აქვს ამ art თერაპიულ მიდგომას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში ვინც ატარებს art თერაპიას, უნდა იყოს ამ მხრივ ძალიან კვალიფიციური და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ დაიღო და რაღაცა წრე მოხაზო, რაღაც გააფერადო და ამით დამთავრდეს პროცესი. უნდა ჯგუფის წამყვანმა, თუ კი ჯგუფური art თერაპიული პროცესში ტარდება ან ინდივიდუალურმა წამყვანმა იგრძნოს პროცესი, დაიცვას საზღვრები, ბალანსი და იმაზე მეტი არ ამუშაოს პაციენტი თუ კლიენტი, რისთვისაც ის არ არის მზად და მეორეს მხრივ ვთქვათ, თუ არის მზად გარკვეული თემის დასამუშავებლად არ დატოვოს გაურკვევლობაში და ბუნდოვანებაში. ამიტომ ძალიან კვალიფიციური მუშაობა არის წამყვანის ამ დროს საჭირო. ანუ თუ არის შემუშავებული უკვე წინასწარი თემები, რაზეც განსაკუთრებით გაამახვილებთ კურსის ფარგლებში ყურადღებას. დიახ, რა თქმა უნდა არის უკვე რეგისტრაციის დროს უკვე აქტიურად მიმდინარეობს რეგისტრაცია და სულ 5 ადგილია დარჩენილი ჯგუფში. მინდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება 20 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, აქედან გამომდინარე იქნება ხმა მუშაობა, ანუ სიღრმისეული მუშაობა იქნება თითოეულ ადამიანთან და თითოეული დღეზე გაწერილია კონკრეტული თემები. პირველ დღეზე მაგალითად მუშაობთ შფოთვაზე, დეპრესიაზე და ისე კონკრეტულად თითოეულ კვირას თითოეულ სამუშაო პროცესს ექნება თავისი სამუშაო, ესე ვთქვათ, თემა. რაც კურსის მონაწილეებმა წინასწარ იციან და მათი ინტერესიც, ესე ვთქვათ, ზუსტად ამან გამოიწვია, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრებისეულ და მნიშვნელოვან თემებს უთმობთ დროს ზუსტად ამ art-თერაპიაზე და ამ art-თერაპიის და ამ ესე ვთქვათ, საშუალებების პრაქტიკული ნაწილის მათ შორის. ვეხმარებით ადამიანებს, რომ მარტივად გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებს და იმ საკითხებს, რაც ასევე კურსის მოიცავს და ასევე მთლიანად არის განსაზღვრული წინასწარ რაზე ვიმუშავებთ. ანუ თქვენ ახსენეთ, რომ უკვე 5 ადგილია მხოლოდ დარჩენილი, რაც ნიშნავს, რომ მაღალია საკმაოდ აქტივობა. თქვენ შეფასებით რამ განაპირობა ის, რომ იდეამ ასეთი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა? ნამდვილად ესე ვთქვათ, სასიხარულოა, რომ ესე მოკლე პერიოდში ამდენი ადამიანის ინტერესი გამოიწვია და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს სხვადასხვა art-თერაპიული ესე ვთქვათ, ტექნიკები, რაც იქნება გამოყენებული, რაზეც ჩვენ აუდიტორიას ვესაუბრებოდით ყოველდღიურად, ამან ალბათ გამოიწვია ადამიანების ინტერესიც და ვფიქრობ, რომ ყველას გვიყვარს ესე ვთქვათ, რაღაცა პასტელთან, ფანქართან, ფერებთან კონტაქტი და აქედან გამომდინარე, ყველასთვის ესე ვთქვათ, ინტერესს იწვევს ეს
საკითხი და ართ თერაპიაც მათ შორის. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებმა დაიწყეს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ესეც ალბათ ამის შედეგიც არის, ხო? კი, ესეც არის, რომ იქიდან გამომდინარე სტრესული გარემოა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანი იბრძვის იმისთვის, რომ გადარჩეს, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მენტალური ჯანმრთელობა და აქედან გამომდინარე, ზუსტად ესეთი კურსები, ესეთი ჯგუფები არის საშუალება იმისა, რომ ადამიანმა ესე ვთქვათ, ეფექტურად შეძლოს კომუნიკაცია, ეფექტურად შეძლოს ცხოვრება და ცხოვრების ესე ვთქვათ, ტემპს არ ჩამორჩეს და ბედნიერების განცდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაკარგოს ცხოვრებაში. კი ბატონო, თამარ, ჩვენ ვახსენეთ კონკრეტული თემები, რის გარშემოც კურსი გაერთიანდება. საინტერესოა წინასწარი მოკვლევა ჩატარდა, რა იყო განსაკუთრებით მოთხოვნადი, რა საჭიროებები არსებობს დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში, თუ როგორ შედგა ეს თემები და ასევე პრაქტიკულ ნაწილს კიდევ უფრო მეტად და კარგად მინდა შევეხოთ. აი ეს ყველა ნივთი, რაც აქ არის წარმოდგენილი, პრინციპში ჩართული იქნება ამ კურსის ფარგლებში და ეს თქო ათვისებული იქნება და ეს დახვდებათ ყველას, ხო, მიქან? სამუშაო მასალები დახვდებათ ჩვენი ჯგუფის მონაწილეებს, ასევე კურსის ბოლოს გადაეცემათ წიგნი, სადაც იქნება თეორიული მასალა, ის სავარჯიშოების კრებული, რაც გავიარეთ, აღწერილი იქნება და გადაეცემათ. და ასევე თვითსრუნვის ბარათები, აი რაც აქ არის წარმოდგენილი, ქართულ ენაზე ადაპტირებული თავისი ინსტრუქციებით გადაეცემათ, რომ შემდეგ მათ გააგრძელონ საკუთარი რეფლექსია, საკუთარ თავთან მუშაობა, იმიტომ რომ ეს კურსი ემსახურება ორ მიზანს, მაგალითად მოქმედი ფსიქოთერაპევტებისთვის ეს იქნება კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვინც ზრუნავენ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე და მეტი უნდათ გაიგონ სტრესის, დეპრესიის, ურთიერთობების, სასიყვარულო ურთიერთობების, პარტნიორული ურთიერთობების, პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის შესახებ და ასე შემდეგ, ექნებათ შესაძლებლობა, რომ მსგავსი ტექნიკები შემდეგ სახლში გამოიყენონ. აქვე მინდა აღვნიშნო ერთი მითისა და სტერეოტიპის შესახებ, ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ რადგან არის ნახსენები არტი, ანუ ხელოვნება, მონაწილეს აუცილებლად უნდა შეეძლოს ხატვა. ეს არაფერი. კი ბატონო, ჩემი იმიტაციაც პირველი ეს იყო, რომ რაღაცა კომპეტენცია უნდა მქონოდა მიმართულებით. ეს არაფერ შუაში არ არის და პირიქით, თუ კი ადამიანი ტექნიკაზე იქნება ორიენტირებული თერაპიის პროცესში, შეიძლება სრულად ვერ წარმოაჩინოს თავისი განცდები და ფიქრებიც, იმიტომ რომ ნებისმიერი წერტილის დასმა, მაგალითად პირველი ვინც დაიწყო არტ თერაპია, ის ადამიანი იყენებდა ესეთ მეთოდს. უბრალოდ ეუბნებოდა, რომ არჩიე რომელი ფერიც გინდა, აწვდიდა ფურცელს და ეუბნებოდა, რომ უბრალოდ მოხაზე, აი როგორი ხაზებიც გინდა, ისეთი გააკეთე. და შემდეგ უკვე აანალიზებინებდა ამ ნამუშევარს, რომ თქვათ, რასთან ასოცირდება, რამეს ხომ არ ხედავ. არის კიდე ესეთი არტ თერაპიული ტექნიკა, რომელიც ჩვენ დავწერეთ selfies Facebook გვერდზეც და ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, ერთი ხაზი, ერთი სამყარო. მაგალითად, აიღეთ ფანქარი და დაიწყეთ უწყვეტი ხაზის მოხაზვა. როგორც თქვენ გინდათ, გსურთ გააკეთეთ წახნაგები, გსურთ წრეები, ან ტალღოვანი მიმართულებები მიეცით, როცა მზად იქნებით დაასრულეთ ნამუშევარი, შემდეგ გაიღეთ ფერები და დაადეთ ეს ფერები, გააფერადეთ ნაწილები, თქვენ რა ფერიც გინდათ და შემდეგ დაფიქრდით იმაზე, რას გეუბნებათ ეს ნახატი თქვენს შესახებ. არის წარსული აწმყო თუ მომავალი, არის ემოციების მრავალფეროვნება, იქნებ რაღაც ისეთ გეუბნებათ, რაც არის დაკავშირებული თქვენ ტრამვულ გამოცდილებასთან ან ემოციებთან. აი ზუსტად აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანი აბსოლუტურად განსხვავებულ ნახატს ქმნის. ისევე როგორც ჩვენ რომ ვთქვათ ახლა რომ მოდი მზე დახატოთ, ყველა ჩვენგან სხვადასხვა მზეს დახატავს. ყველა ნამუშევარი ისე განსხვავდება, როგორც თითის ანაბეჭდით განსხვავდებიან ადამიანები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ მე გავაკეთო თქვენი ნამუშევრის პრეზენტაცია. არტ თერაპევტი როგორც მეგზური ეხმარება კლიენტს ან პაციენტს, რომ თვითონ გააკეთოს ანალიზი, თვითონ დაარქვას სახელი, თვითონ დაუკავშიროს რაიმე ტიპის გამოცდილებას და ამასთან დაკავშირებით თუ კი ექნება რაიმე ტიპის ვთქვათ გადამუშავების ამ სირთულის გადამუშავების უნარი და სივრცე იმ დროს იქნება ამ პროცესს მიყვეს.
ანა, მინდა ტექნიკური ნაწილიც მიმოვიხილოთ, რეგისტრაციაზე ვთქვათ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, სადამდე გაგრძელდება ის, რომ 5 ადგილი უკვე დარჩენილი და საათებზეც მიმოვიხილოთ და ლოკაცია არის განსაკუთრებით საინტერესო, სად უნდა მივიდეს მომხმარე. ლოკაციაზე ბევრი ვიფიქრეთ, გვინდოდა რომ მაქსიმალურად კომფორტულ ადგილზე ყოფილიყო და ის იქნება მელიქიშვილის 10 ნომერში, სასტუმრო მერკურში ჩატარდება, ყოველ კვირას ჩატარდება ამ ლოკაციაზე ჩვენი შეხვედრები. რაც შეეხება რეგისტრაციას, Facebook გვერდზე არის მითითებული შესაბამისი ბმული და შეგიძლიათ რომ selfies Facebook გვერდზე შემოგზანდეთ და მარტივად ნახავთ სარეგისტრაციო ლინკს. და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კურსი გამორჩეულია თამარმა უკვე ახსენა იმით, რომ არა მხოლოდ იქ დასწრების დროს მიიღებს ადამიანის სიამოვნებას და ჯამში გამოდის, ანუ ყოველ კვირას იქნება 4 საათიანი შეხვედრები, ჯამში 32 საათს გავატარებთ ჩვენი და ჯგუფის მონაწილეები ერთად და ესეც ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება, რომ ეს არ გაგრძელდება რაღაცა 1 დღის და 2 დღის განმავლობაში, არამედ 2 თვის განმავლობაში ერთად ვინთანა ცხოვრობთ და ერთად დავაკვირდებით ჩვენზე, ესე ვთქვათ, რა გავლენას მოახდენს ზუსტად კვირიდან კვირამდე ეს სავარჯიშოები თუ ეს ტექნიკები, რომელსაც ერთად გავივლეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი თამარმა რაც ახსენა, რომ ჩვენ რაღაცა კონტაქტს ვაგრძელებთ ჩვენს მონაწილეებთან, იქ არ თავდება ერთი სიტყვით ეს პროცესი. გავატანთ ჩვენს ასე ვთქვათ სასაჩუქრე ყუთს, სადაც იქნება ჩაწყობილი ზუსტად ის სავარჯიშოები, რომელიც შეიძლება რომ ადამიანმა უკვე საკუთარ თავზე თვითსრუნით მოახდინოს, რომ გააგრძელოს ესე ვთქვათ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავება და ასევე ესეთი სამაჯურები გვაქვს და მარიამ თქვენ შეგიძლიათ რომ ერთ-ერთი აირჩიოთ წარწერებით, мотиваციური წარწერებით და ამასაც ესე ვთქვათ საჩუქრად გადავცემთ, რომ ესეც იქნება იმის ნიშანი, რომ სამყაროში მარტო არ ხარ და ნებისმიერ დაბრკოლების დროს შეგიძლია იპოვნო ადამიანი, რომელსაც გაუზიარებ ამ შენს ემოციებს და ის იქნება შენი მხარდამჭერი. ანა, როგორია თქვენი მოლოდინები? აი, რა შედეგებით ეს ელოდებით ამ პროცესის დასრულებას? როდის ჩათვლით, რომ წარმატებული აღმოჩნდა ეს კურსი, რომელსაც შესთავაზებს selfie? მე ამ კურსის წარმატებაში ეჭვარ მეპარება, იმიტომ რომ მე ზუსტად ამ უნასაც ჩვენს თავზე გვაქვს გავლილი ეს პროცესი და ეხლაც მუდმივად განვითარების პროცესში ვართ და მუდმივად ჩვენს თავზე, ესე ვთქვათ, გავდივართ ამ პროცესს და ჩემი პირადი, ესე ვთქვათ, გამოცდილებით მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად ეხმარება ადამიანს ეს ყველაფერი იმაში, რომ ცხოვრების ხარისხი გაიმჯობესოს, კი, ნამდვილად ესეა და რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, კურსის მონაწილეებზე იქნება და მერეც თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ მათი უკავშირებით მოვისმინოთ და საზოგადოებას გაუზიარონ ამ ადამიანებმა, რათა მეტმა გაიგოს ამის შესახებ, ზუსტადაც რომ აი ზუსტად ცნობიერების ნაწილია, რომ არტ თერაპია არ არის კავშირში ხატვასთან, ფერწერასთან, უბრალოდ ეს ფერწერის, ესე ვთქვათ, საშუალებები გამოყენებულია არტ თერაპიაში. თორე არანაირი კავშირი ხატვასთან, ხატვის სწავლასთან არ აქვს კომპეტენციასთან არ არის და ხედავთ კიდევაც რომ აქ სხვა ასოციაციური ბარათები, სხვადასხვა საშუალებებია მოტანილი, არ აქ ესე ვთქვათ ვერ მოვიტანით, რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც გამოყენებული იქნება. თუმცა სიმბოლურად გამოხატავს კურსის მნიშვნელობას. აი ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის ესე ვთქვათ სამხატვრო, ესე ვთქვათ საშუალებები იმისთვის, რომ ხატვა ასწავლოთ ადამიანებს, არამედ ეს არის თერაპიული, ესე ვთქვათ ტექნიკები და საშუალება იმისთვის, რომ გავაკეთოთ სხვადასხვა ესე ვთქვათ სავარჯიშოები. თამარ, გეგმებზეც მინდა მოვასწროთ საუბარი, თუმცა მანამდე მინდა გითხოთ, selfie სულ ახლახანს ამოქმედ და პრინციპ ჩვენ ეთერში შედგა პრეზენტაცია პირველადი და მინდა გითხოთ, როგორია შედეგები? რამდენად გამართლდა ის პირველადი ჩანაფიქრი, რაც გქონდათ, როგორ შეაფასებდით ოპერირების ამ მცირე პერიოდს? დაინტერესება არის ძალიან დიდი საზოგადოების მხრიდან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ადამიანები აცნობიერებენ, რომ არა მარტო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის მნიშვნელოვანი, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზე. და ამაში თანხების ინვესტირებასაც არ ერიდებიან, ხო, არ ერიდებიან, ასე ვთქვათ, ხო, რესურსის ჩადება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იღებ მერე უკან უფრო მნიშვნელოვან რესურსს შენი სიმყარისთვის და საზოგადოებაში ადაპტაციისთვის და იმის განცდისთვის, რასაც ასე ვთქვათ, ეძებდი. შესაბამისად, ჩვენ რაც გვქონდა მიზნები, ნელ-ნელა მივდივართ წინ, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებას, რამდენადაც არის დაინტერესება, მეორე მხრივ არის ხოლმე მითები და სტერეოტიპები თერაპიული მუშაობების შესახებ, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ სწორი ინფორმაცია, ტერმინები, სხვადასხვა აქტივობები გავაზიაროთ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარ თავზე ამ ყველაფრის გამოცდის შესაძლებლობა
მნიშვნელობა, ასევე ჩავატარეთ უფასო კურსი ონლაინ სივრცეში. ეს იყო 8 შეხვედრისგან შემდგარი კურსი, რომელსაც დაახლოებით 300 ადამიანი დაესწრო და ზუსტად ამ კურსის მიზანი იყო პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლებში ცნობიერების ამაღლება ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის შესახებ. იქ 2 საათის მანძილზე 8 შეხვედრას მოიცავდა კურსი. გავიარეთ ისეთი თემები, რაც ეხება სტრესს, ფოთვას, დეპრესიას. ადამიანები ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ტერმინებს არასწორად. მაგალითად, სევდა, ძლიერი სევდა, ხანმოკლე სევდა და ასე შემდეგ არ არის ყოველთვის დეპრესია. სტრესი ზოგჯერ გვეხმარება, რომ ვიყოთ უფრო ადეკვატურები, მობილიზებული, მოტივირებულები, მაგრამ ეს ყოველთვის არ არის მაგალითად სტრესული აშლილობა, ხო? თუ ის არ არის ხანგრძლივი, ინტენსიური და ხელს არ უშლის ადამიანის ფუნქციონირებაში. შესაბამისად, ჩვენი ეს მიზანი რაც იყო, რომ გავსულიყავით საზოგადოების იმ ნაწილზე, ვისაც აქვს მაღალი ინტერესი, მსგავსი ინფორმაციის მიღების, ეს მათ უფასოდ შეძლეს რომ მიიღეს და ვიწყებთ კიდევ მომდევნო თვიდან ასევე ძალიან ბევრი მითი არსებობს ფსიქიატრიის შესახებ და მოწვეული სპიკერი გვეყოლება ფსიქიატრი, რომელიც ისაუბრებს მედიკამენტურ ჩარევის მნიშვნელობაზე, ასევე ფსიქოთერაპევტის ჩართულობის მნიშვნელობაზე სხვადასხვა დიაგნოზის შემთხვევაში და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას გარკვეული საზღვრების შესახებ პროფესიონალებს შორის. კი ბატონო, სულ 2 წუთი დაგვრჩა ანა და მინდა მოვასწროთ გეგმებზე საუბარი. აი, რა გეგმები გაქვთ სამაო პერსპექტივაში? თუ იგეგმება მათ შორის, რომ ართ-თერაპიული კურსი იყოს მუდმივი, რასაც შესთავაზებს self-ი მომხმარებელს. დაინტერესებიდან გამომდინარე და ეხლაც იგრძნობა თქვენი ინტერესი და ესე ვთქვათ აღსოვანება, ვფიქრობთ რომ ეს გაგრძელდება ნამდვილად და არ იქნება ესე ვთქვათ ერთჯერადი. და ასევე თამუნდა თავდაბლობით გამოირჩევა, მაგრამ ვიტყვი რომ წიგს წერს ეხლა ართ-თერაპიის ქართულ ენაზე ადაპტირებულს, რომელსაც თავის ავერჯიშეობის როლიც ექნება და ამ წიგნის პრეზენტაციაზეც გეპატიჟებით და ახლო მომავალში ვფიქრობთ რომ self-ეთერში იქნება კი და ასევე self-ი გამოუშვებს თავის ფსიქოლოგიურ ესე ვთქვათ, რომელშიც იქნება სხვადასხვა რესურსები ჩაწყობილი ზუსტად აი აქ გვაქვს მოტანილი კიდევაც ესეთი ბარათები, რომელიც ყოველდღიურად ადამიანებს მოგვით ბედნიერებას. მოგეთ ძალიან საინტერესო ეს გეგმები, რომელიც აქვს self-ს და ასრულებს ყველა დასახულ გეგმას, იმიტომ რომ წინა გადაცემის ფარგლებში რა მიზნებიც დაისახეთ, ნახევრად უკვე შესრულებულია. ძალიან გვიხარია და მადლობა თქვენი სტუმრობისთვის. მოკლედ წარმატებები მოვიკითხოთ აუცილებლად შედეგებს უკვე როგორ წარიმართება ეს პროცესი და წიგნის პრეზენტაცია აუცილებლად არ დაგვრჩება ყურადღების მიღმა. მადლობა კიდევ. მადლობა მარია, მადლობა. თამარი საკაძე, ფსიქოთერაპიული ცენტრის self-ის თანადამფუძნებელი და ანა ქემოკლიძე, ასევე ფსიქოთერაპიული ცენტრის self-ის თანადამფუძნებელი. გსტუმრობდა დღეს ეთერში, ამით კი დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. მე გემშვიდობებით ხვალამდე, თუმცა BMG TV-ს ეთერში აგრძელებს საქმის კურსი, ასე რომ უნდა დარჩეთ ჩვენთან.